ყველა ნამუშევარში არის აუცილებელი ფაქტი, ანუ რაზედაც აღმოცენდა ნამუშევარი, ეს არ არის ტიპიური ილუსტრაცია, იმიტომ რომ თუნდაც იმიტომ რომ ზეთშია შესრულებული, დაუშვათ გილგამეში და ენქიდუ. ეს ისეთი მითში გადასული ისტორია, რომელიც ძალიან ბევრ მაგიურ საიდუმლოებებს მოიცავს და ცხადია სიმბოლოში უნდა გადაიტანო და სწორედ ხარის განკაცების და მისი ასე ვთქვათ მორჯულების მომენტია აი ამ წუთში აქ ასახული, თუმცა ყველა დეტალი არის მაინც კანონიკურ საფუძველზე. რა? აი დავუშვათ 8 კიმიანი ვარსკვლავი. აქეთი აუცილებლად უნდა იყოს პლანეტა, აუცილებლად უნდა იყოს იქ ესეთი წვერი ცნობილი ეს შუმერთათვის დამახასიათებელია. იცით რომ ყველაფერი იქიდან მოდის, ბორბლის გამოგონება, მედიცინა, საათი, ყველაფერი და ერთ-ერთი ვარიანტი არის მედიცინა. აქ შუმერულ ენაზე სწორედ ეს წერია ბროწეულშია ჩასმული. ქალბატონი ექიმთან, რა თქმა უნდა და საათი. რა თქმა უნდა ამაში არის ცოტა ესეთი იუმორითა და თანამედროვე კუთხიდან დანახული ნაიურ სტილში შესრულებული, მაგრამ აბსოლუტურად გათვალისწინებული იმ ფაქტებით, რაც ჩვენ შემოგჭა თუნდაც არტეფაქტებიდან, თუნდაც მოხატულობებიდან, უფრო ბარელიეფებიდან. აი მუსიკალური ინსტრუმენტი აუცილებლად ესეთი იყო. ხარის თავით ან რაღაც ეგეთი თავისი წვერი თავის თანსა და რა თქმა უნდა რატომ ყველაფერი ეს მუქ ფონზე ერთგვარი საიდუმლოების დანახვა მინდოდა ძველიდან სინათლეში გადმოსვლა დღეს. ეს საკითხავია, რომელიც უფრო ნათელია დღეს თუ მაშინ, მაგრამ ეს რაღაცნაირ ინტიმ ზენს ნამუშევარს. ეს არის აბსტრაქცია, ხო, რო შეხედავ, მაგრამ ყველა დეტალი, რომელიც არის დატანილი, ეს არის ის რაც არის შუმერულ ანბანთან დაკავშირებული და რაც არის ყველა მონახაზი ჩაწერილია აბსტრაქციაში თითქოს და ერთი შეხედვით აბსტრაქტულია, მაგრამ დაფუძნებულია ფაქტებზე. ყველგან ხდება ასეთი რამ, თითქოს შეხედავთ არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ყველა დეტალში იკითხება ის შუმერული სიმბოლიკა. აი შუმერი ბორბალს, რომელიც ქმნის, ასევე იცი და ეს 8 კიმიანი ვარსკვლავის არსებობა ბევრ რამეში ჩანს მაგათთან და ტიპიც რა თქმა უნდა ჩვენს მიერ ინტერპრეტირებულია, მაგრამ მაინც იქაურ პერსონაჟთან არის დაახლოებული. ეს იყო ძალიან საინტერესო პროექტი თავიდან გილგამეშიანი, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ეს კონფერენცია გაიმართა და ძალიან მრავალშრიანი კონფერენცია იყო გილგამეშიანი, აქ იყო ასევე მიხაკო წერეთელის შესახებ და იყო ასევე ემიგრაციაზე დისკუსია. აი მათ შორის ჩვენ სამი მხატვარი, კეთილ მარტებელი, ლუკა გუგუშვილი და მე ჩვენი ნამუშევრებით ვცადეთ რომ ჩავწერილიყავით აი ამ საინტერესო პროექტში.